იოზისთან სადიყავ. შენ თავს რეპერად აღიხავ? დაჟე ორჯერ მეტი ზარმაცი ხარ ვიდრე ნიჭი. ბიჭო, პირველ რიგში არა, ბიჭო არ ედიტორმა YouTube რეპერი დაუეს. იმას არ ვამბობ, რომ მილიონებს იშოვი. დავაი. ერთი დღით ადრე მწერს რა, რომ მესამე რაუნდი დავწერეო ახლა. და 11-ში ჩავატარე ლაივი. დაბრუნებისა იყოს, გიორგი ბატონო. ჩვენი შეკრებისა იყოს და ყველაფერი კარგისა იყოს. დავბრუნდი. მე რამდენჯერ ვამბობ უკვე ამას არ ვიცი, მაგრამ დავბრუნდი. ჩვენ comeback-ს გავუმარჯოს. comeback-ს გავუმარჯოს. 3 თვეა, ყოველ თვე ერთ ვიდეოს დებ მარტო. და ხალხს ვეუბნები, რომ დავბრუნდი მეთქი, მაგრამ ამჯერად მართლა დავბრუნდი რა. შენ რა რეაქცია გაქვს მაგაზე? ბიჭო, იმედია ისე არ დაბრუნდი, როგორც მე ბრუნდებოდი ხოლმე აქამდე. აუ, მაგაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ხალხო, ბოდიში მაპატიეთ. მაპატიეთ, რომ ასე გავწელე და თვეში ერთხელ ბრუნდებოდი, მაგრამ ამჯერად ვისაუბრებ, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, ყველაფერზე ვილაპარაკებთ. მე ერთს იმას გეტყვით, ვარხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ და ჩვენ ვყოფებით გილდიაში. სამაგიდო თამაშების ბარში, რომელიც მდებარეობს გრიბოიდოვის პირველ ნომერში და აი ეგერ ჩვენს მოვწრფათ მე და ბატონი გიორგი. Skyres, უბრალოდ. ისე იცი რა, ხახმა იცის რომ გიორგი ქვია? ბიჭო, რა, ვიღაცებმა იციან, მაგრამ დედა ჩემის გარდა გიორგის მე მგონი არავინ. და ყველაზე გადაობა. რამდენი ხანია მე და შუც მაკაცობთ? 2 წელი, 3 წელი. არა, მეტი. ხო. გვარი დღემდე არ მახსოვს. გვარი შენ დღემდე არ მახსოვს. ჩემი ძველი სახელიდან მაინც როგორ. კობიაშვილი. ხო, გიორგი კობიაშვილი. ბიჭო, მაგარი უცნაურია რა, ანუ თან ხახი რომ მეკითხავ ხომ ბენი რატო ხარო და მე ძალიან მარტივადოა რა, ანუ ბენიძე ვარ. და ეგ თემა ისა მაქვს რა. კაროჩე, ეს არის რეალურად, ანუ პოდკასტებს დავიწყებ ხალხო რა, ამით. ეს რეალურად შემზადება არის და დაბრუნების პირველი ვიდეო არის. პირველი პოდკასტი მქონდა შალო ნათელაშვილთან. პოდკასტი ერქვა რა ბაზარია. ჩემდა სამწუხარო და აუ როგორ გამიწყდა. რუსკა მაყაშვილმა დაიწყო პოდკასტი, ეგ არ გამწდომია, რუსკას წარმატებები აქედან და მიხარია ძალიან. რა ბაზარია დაარქვა მაგანაც რა, მაგრამ მესმის ატომას დაარქვა რა, მაგრამ კაროჩე გავმაზე რა და დღეიდან აქაურობას რა ქვია, იცი ამ პოდკასტს რა ქვია? დავიბენი. ასე ბანაური. დავიბენი. აქ არავინ არ იბნევა ჩემ გარდა. და ეს არის პირველი ეპიზოდი ოფიციალურად. ოფიციალურად პირველი ეპიზოდი არის, დიახ, ის იყო საპილოტე რა, შავლასთან. ახლა. კაროჩე, დღეს არის სამშაბათი. რეალურად არ არის სამშაბათი დღეს. წინასწარ აქ აღდგომები არ იყო, მაგრამ გილოცავთ აღდგომების წინვალი დღესაც და დაიდო შენი ბეთლი. სადაც მოიგე. რას მეტყოდი? გაგიტყდა რომ არ ვიყავ. ხო, სხვათა შორის კი, გამისწორდებოდა უფრო რომ ყოფილიყავი, მაგრამ ნუ ვერ მოახერხა, ბიჭმა დაკავებულია. მე მაპატია. წვალობს თქვენთვის და რამე რა. დაუფასე. ბიჭო, მე ვამბობდი რომ, კაროჩე, კონტრასტ თუ გაცდა მეთქი. ვამბობდი ასე რაღაცას, რომ კონტრასტ თუ გაცდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფავორიტი იყო კონტრა რა. კონტრასტ თუ გაცდა მეთქი, მე ვამბობ, აი ეგრე ვიდეო არის, თარიღი დაიმახსოვრეთ, რომ სეზონს წამოიღებს მეთქი, შენზე. ნახოთ. მაგრამ ნუ პირველი ბეთლი, ანუ რაღაცები ცუდად გავთვალე რა. 13-ში იყო ბეთლი და 11-ში ჩავატარე ლაივი. თან მაგრამეს ძალიან წვიმდა და ვიტყვი ესეთი ამბავი გაიჩნდა რომ ხმა დავკარგე და თან გავცივდი, ეხაც გაციებული ვარ რა. ხო და უცებ მივაყარე წამლები რაღაც და ძალიან გამიჭირდა რა. ეხა ბეთლზეც ჩანს რომ მომენტებში ცოტა ხმა გამექცა რა. ხმა გეკარგება? ხო. ვაი დედა. ხო, ხარ ცოტა ზოგჯერ მომენტებში რაღაც ძალიან ყვირულში გადავიდა, ზოგჯერ ჩამიწყდა და ნუ მოკლედ იმის ანუ ვერსების ხარისხის ხარჯზე ჩავატარე კარგად რა. თორე პერფორმანსის მხრივ შემდეგ ბეთლში ბევრად უფრო ახლა ვისხვდები? თუ არ ვამბობთ? არა, ვამბობთ. არა, ვარ ვამბობთ. არ იქნება დადებული მაგათ. ხო, ანუ ნახე როგორი თემაა ის თქვა, შენ რომ მესამე რაუნდი ასეთ ყოჩაღი ბიჭი რო ხარ, რომ როდის დაწერე? დავაი. ერთი დღით ადრე მწერს რა, რომ მესამე რაუნდი დავწერეო ახლა. აი ყველაფრის ღირს არ ხარ მეთქი მაგების ღირსი მეთქი. ხო იყო ფაქტი. ხო, ამის პირადი კრიტიკოსი ხო არ მე შენ. მესამე რაუნდებზე სულ ესე ვარო რაღაც.
ბეთლის წინ წერს თუ რაღაც. ბიჭო, ხო, კოვაც წინაზე ბალისთან რო ქონდა ბეთლი, მეუბნება კოვა რომ ვერ ავაგდეო რა. მეთქი YouTube ლიგაზე, ხო, YouTube ლიგაზე იმას გათხოვს. კოვასთან იყავი, ხო, ეგ პერიოდი, რამოდენიმე. და კოვა მეუბნება რომ, კაროჩე, წევსო ვერ ავაგდეო, ძლივს დავაწერინეო, მესამე რაუნდიო და კი მახსოვს, კაროჩე, ბანისთან მაგარი ის იყო, რა ქვია. ცუდი პერფორმანსი ქონდა რა. ბიჭო, ანუ კაი იყო, მაგრამ არა, ხო, მომზადებლობის ხარჯზე ვერ დავდე ჩემი პოტენციალი რა. გავიწყდებოდა ტექსტი. ეს ხან რაღაცას ყლაპავდი, ხან რაღაცას იმაშებოდი. იქ დაჟე ყველას გონი ხარ ჩემიც მაგაცი ბენიო რო თქვი. ისე იბუტყუტე იმ მომენტში რომ მე თვითონაც ვერ გავიგე და მარტო მევყვიროდი იმაში. ეს თელდარბაში მარტო ვიყავი. თან იქ უკავ ჩარო პატარა ვარ ესე რა. და იქ პატარაზე ჩანვარ და მარტო მეავიწე ეს ხელი და გავიხარდა. ყველა ესე იყურებოდა. ბიჭო ხო რა. ეგ ამბავია რომ კაკრას ეგრე დაიმთხვა ბანისთან ბეთლსაც რომ წინა დღეებში მომიწია, ანუ მესამე რაუნდის ნაწილი ამ ბეთლზეც მეწერა მაგამდე და წინა ბეთლზეც რა. მაგრამ მეორე რაუნდის ბოლო მქონდა დასასრულებული და მესამე რაუნდის ნუ დიდი ნაწილი რა. აი მაგალითად ჯერზი სვიჩები რასაც ქონდა ამ ბეთლში, აი რაღა მომენტი ბოლოს რაც გავაძრე და აი ლოუ ხმებით რო შევედი და რაღაც ეგ მაგამდე მეწერა რა. უფრო ტრეფის სვიჩები მქონდა დარჩენილი. ახლა ეს კი მეყვება, მაგრამ მე აზრზე არა ვარ აკნა. ხო, ამარა თქვენ აზრზე არა ვარ, მაგრამ ეს თქვენთვის ყვება ჩათვალე, ჩემთვის არ ყვება რა. მე უბრალოდ თავს უქნა, რომ რა მაგარი იყო. ჩვენც მიხვდები ბეთლს. ბიჭო, აი ის ასწორებს რა, რომ აი ძმაკაცთან რო გაქვს ბეთლი რა და ყველაფერი რო იცი, აი აბსოლუტურად ყველაფერი იცი, გრეხები ისინი ესენი მოყვა და ახლა მაგრამ თან არ ასწორებს, რატო იცი? აბა ვერ გადაული რა, ძმაკაც ვერ გაიგე. ხო, ანუ მე და კონტრა თავიდანვე შევდახვრით, რომ ძმაკაცური ბეთლი იქნებოდა და ეხა ძმაკაცი ხო ბევრი რამე იცი და იცი რაღაცები და რაღაც და როგორი პონტია წერის დროს იცი, აი გაგახსენდა რაღაც ხო? აი მაგის შემდეგი და აი მაგის შემდეგზე უნდა დაწერო. ანუ იმას გულისხმობ, რომ ანუ ისეთი რაღაცები გახსენდება, რაზეც არ იბაზრებ. ხო. აი ამ რო გაიხსენებ, რომ აუ ის რა მაგას ვერ ვიტყვი ახლა. shout out აქედან კონტრას. კონტრა კაი ტიპია. კონტრასთან მე შენს ბეთლზეც რო გამაცანიას უშუალოდ ხელ რო ჩამოვარ. მიწაზე დაშვებული ტიპი არის და თავდაბალი როჟა ძალიან მევასება. აქედან პატივისცემა ყველანაირად რა. ხო და ბიჭო, თან ეს მაგარი სეზონი იყო რა. ყველასთან ხო კარგად იყავ, ნუ ახლები ახლა ვერ ვიტყვი რომ კარგად იყავ. მესამე სეზონში იძახი თუ? ხო, აი იცნობ ყველას თითქმის, ახლა თაიროს იცნობ, კამის იცნობ, ახლა მაიკლს ხო იცნობ? მაიკლსა, ვენტუსას აღარც ვახსენებ და კონტრას აღარც ვახსენებ. ვენტუსა და მარლოს სხვათა შორის. ერთადერთი მამას არ ვიცნობდი ამ სეზონში. მარლოსაც იცნობდი? კი. ვახ. მამას გარდა ყველას ვიცნობდი რა. ბიჭო, აი ახლა ყველა ძალიან კაი ბიჭია და ძალიან დადებითად ვარ ყველას მიმართ. აი ესეთი კითხვა მაგრამ. მე რო გამოსულიყავი მესამე სეზონში. აი ვის მოვუგებდი? მე პირდაპირ ვიტყვი რომ შენ ვერ მოგივიდე, არანაირი ჩაწოვა, არანაირი ტრაკის ლოყვა, დედას ფიცავარ მართლა, ანუ მე ვამბობ ყოველთვის სადაც სიტუაცია მეძლევა რომ შენ ხარ ნიჭიერი ძალიან, მაგრამ რამდენი ნიჭიერი ზევით ხარ, იმდენი ქვევი ზარმაცი ხარ. დაჟე ორჯერ მეტი ზარმაცი ხარ ვიდრე ნიჭიერი. ხო და ვის მოუგებდი? აი შენი მაინტერესებს ვის მოუგებდი არ ვიცი, მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი შენი და ვენტუსას ბეთლს. იმიტომ რომ ვინც არის იცით, ბენი და ვენტუსა იცნობენ ერთმანეთს ჩემიდან და რაღაც კარგი ბექსტორი აქვს რა, ერთადაც გვაქვს ბევრი მოგონება და სიამოვნებით ვნახავდი როგორც მსმენელი და მაყურებელი ამორის ბეთლს რა. მაყურებელი. ბიჭო, მოვყვები რა ვენტუსას რაღაცას რა. ვენტუს არ მიწყინო. გახსოვს ვაში ნიუკამერსის იმას, მე მაგაზეც ვიბაზრებთ. აბა ნიუკამერსზე გამოდის სკაი რა და რაღაცა დრეს კოდი გვაქვს რა, ყოველ შემთხვევაში რომ მე, გაგა, სკაი და ვენტუს. ვარდ და რაღაც დრეს კოდი გვაქვს, ხო? ან რაღაცა სტილი ერთნაირი გქონდეს. რეალურად ეს რეპავს რა გამოდის რაც გინდა დავგა, ჩვენ ვართ ბექი რომ რაღაც ვაიბი შევქმნათ რა ერთიანად. სუყურებს ვეტუსა მოდის. აცია ცისფერი ნაიკის მაიგა და ცისფერი ჯინსები და მოდის ვეტუსა და ეს უყურებს და ეს რაღაც
რაც ნახე ეგ ჩავიცი შეჭება. სხვათა შორის სტილი გამოასწორა რა, ახლა უკვე რა. არა, ვენტუსას ეხა ბეთუზე ჩვენი ვართ გამოიყურებოდი. ხო, არა, სტილი გამოსწორებული აქვს, ეთქო, კარგახანი ვენტუსა არ მინახავს. ბიჭო, რა მაინტერესებდა რა, ახლა შენთან მაქვს ესეთი კითხვა რა. ახლა მეც საუბარი მინდა რატო არ ვიყავ YouTube-ზე. კარგახანი და აი რეპერები საქართველოში. აი რამდენი იცი რომ ფულს შეულობს თავის საქმით, რაც უყვარს. ანუ ნახე არ ვამბობ იმას, რომ აი ვიღაცას აქვს მაგალითად ხმის ჩაწერის სტუდია ან აწერინებს ტრეკებს ან ახლა მაგალითად PvP Flow-შიც ხო არიან აი კოა ისინი ასე ყველა რა. ხო არიან რეალურად რეპერები რა, მაგრამ აკეთებენ ისეთ საქმეს, რომ აი third party საქმე გამოდის რა. რეპით არ შოულობენ რა ფულს. შოულობენ პროექტით. დავამოღამე ერთი რაღაც რა. აი ის რომ ქართული რეპი განწირულია იმ ხრივ რომ ფულს ვერ იშოვი. არ არის ეგრე. არის. ანუ შეგიძლია მაინც რაღაცებში მოინდომო და რაღაცები გამოწევო. მაგალითად ლაივების ხარჯზე. აი ნახე ახლა შენ თუ შეგიძლია რომ შენ თავი საკმარისად კარგად გაყიდო ხალხზე. გულისხმობ, ანუ შეგიძლია ეგ რომ ფული იშოვო. ბიჭო არა, ნახე ფული შევნა შეგიძლია ნებისმიერ რაღაციდან რა. ანუ თუნდაც კაბელების შემაერთებელი ტიპი რო იყო, მაგაშიც იშოვი ფულს. რო ტიპი ვარ და კაბელებს მაგრა ვაერთებ, ხუაზე ხარ. ანუ თავს გაყიდი ისე რომ მასტი ვარ, რომელიც მაგრა აერთებს კაბელებს. ყველაფრიდან იშოვი ფულს. მაგრამ იცი რას ვამბობ? ხო არის ამერიკაში მაგალითად მინიმუმ მონეტიზაციით აკეთებენ რაღაცას. მინიმუმს ვამბობ რა, რომ ის და 1000 რაღაც ლეიბლი არსებობს რაღაც. აი ჩვენთან უნდა გააკეთო მაქსიმუმ კონცერტი, რომელიც შეიძლება გქონდეს, აი ლაივი გქონდეს, ან კონცერტი, ან რაღაც გინდა და გქონდეს, აი რამდენ ხანში ერთხელ რა. ბიჭო, რავი, შენ ბიჭო, ბევრს არა აქ ეს შენ თუ საკმარისად ყიდი შენ თავს საიმისოდ, რომ აი თქვა დარბაზები გავსო, თვეში ერთი ლაივი საკმარისია იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შემოსავალი გქონდეს ერთი საღამოდან. ბიჭო, ხო, მაგრამ ნახე, როცა იცი რომ შეგიძლია მეტი. ანუ მე მაქვს ანუ მე მილიონობით ნახვა მაქვს რა. იმას იცი რას ვამბობ? იმას არ ვამბობ, რომ მილიონებს იშოვი რა. უბრალოდ დამაკმაყოფილებელი თანხის შოვნა რეპით შეგიძლია. თუ რაღაც საკმარისად ხოაზე ხარ რა. გაძვერი გამოდი. მიქიქილი ხო? ხო. ბიჭო, კი ლოგიკურია რა. პროსტა აი მაინც არ ვფიქრობ, რომ საქართველოში არის ის დონე, რომ დააფასო რაღაცა რა. ხო, ეგ კი. აი არ გიფასდება გინ არ გინდა რა, მაინც ვიღაცას თუ არ იცნობ რა. აი იმენა ნეპოტიზმი არის რა, ჩემი აზრით და რა ახლა შენ მაგალითად შენ ახლა კმაყოფილი ხარ შენ იმით? აი მდგომარეობით შემოსავლის პონჩი გინ ანუ რეპით ვამბობ რა. ანუ არ მაინტერესებს ის რომ აი შენ მაგალითად საით ასლზე რაღაცა სადღაც მუშაობ რა. აი იმენა შენ რაც გევასება იმით. მე როგორ ვარ იცი, ანუ რეალურად ჩემი ასე ვთქვათ Rise Up უფრო ახლა იწყება რა, ვიდრე აქამდე. აქამდე, ნუ დამაკმაყოფილებელზე ოდნავ ქვემოთ. მაგრამ ახლა იქ PvP-ის თემა ვაპირებ ტრეკების დადროპას, ეხლა მინდა ბანი დავდეთ კლიპი. დღეს კაკრას აქედან რომ გავალ, მადლობა. დღეს აქედან რომ გავალ კაკრას მე და მედმოსეს ტრეკზე ვიღებ კლიპს და ბეთლი რომ დაიდება, ნუ ამ დროს წესით უკვე დადებული იქნება რა. ახლა ადექი და ბოდიში მოიხადე. შენ ჩემთან ბოლოს რო იყავი AI-ის ვიდეოზე. თქვი რომ დავდებო ვიდეოსო ამა და ამ თარიღში. მე ჩემ ედიტორს გავაკეთებინე ლირიქს ვიდეო, გააკეთა ბიჭმა თავისი შრომა, ჩავსვით, ხახი, ავაგდეთ. საწოვიდა ეგ ტრეკი. ბიჭო, პირველ რიგში არა, ბიჭო არ ედიტორმა. მაგრამ როგორი ამბავია, ნახე, ეგ ტრეკ მაგ ტრეკის ვაიბი ხო გახსოვს? კი, ძალიან გაიყო. მე ვაფშე აღარ ვარ მაგ ტრეკის ვაიბში. ანუ ეს საერთოდ სხვა ხოცი გავიჩით. ძალიან სიგმა. ანუ ძალიან სიგმა ხარ უკვე რა. ალფა მამრი ხარ. ხო, რაღაც. ვაუ. ალფა ისე ჰორმონები შემოვიდეს. ბიჭო, თან როგორ მახსოვს, წინ ფერიზაფული ეჯ და რაღაც ალბომს ვაკეთებ. რა ალბომს აკეთებ? აი, ეგ ალბომი დავშალე და სინგლებად მაგ ტრეკებს. ხო, აი და სხვათა შორის აი მაგ ალბომიდან პირველი სინგლი იქნება. მედმოსეს ერთად ტრეკი. არ და კაი ტრეკი იყო ის. ეგ. ბიჭო, აი არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპი ხარ რა. როგორ თემა იცი, ახლა შეიძლება
მეც დავიწყო რაღაცაზე. ბიჭო, შეიძლება ზაფხულში დავდო. ხო, სამერჯემი უფრო არის. ხო, ე. ხო და მაგას ვამბობ, ბიჭო, აი, შეიძლება არც მე არ ვიყო რაღაცა ტიპი, მაგრამ აი, ვიცოდე რომ კომერციულად კაი იქნება. ანუ ჩემს კარიერას გამო, ახლა მაგვიძარა ვაფშე წაშლილია. მაგვიძარა, აი, მაშინ ვაფშე არ უყურებდი ეგრე, მაგრამ აი, მაგვიძარა ხო იყო და შენ არა გაქვს მაგ ხელა ტრეკი. შენ კი არა, ბევრს არა აქვს მაგ ხელა ტრეკი. ბანის არა აქვს მაგ ხელა ტრეკი. როგორც მაგვიძარა იყო. 600,000 ნახვა ქონდა მაგვიძარას უწავშალე. ხო, ანუ ბიჭო, გააჩნია რა აუდიტორიაზეა, მაგრამ ანუ ქონდა და შეეცისთემა რა, გამივარდა. კომერციულად კარგი იყო. რაღაც ფულის დაწერა, რაღაცა ისიც გააკეთა, ესეც გააკეთა და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ მინდოდა და მე წავშალე, იმიტომ რომ მაგვიძარა დავდე 4 წლის. 4 წლის ვიყავი. 17 წლის ვიყავი, 18 წლის ვიყავი რა. ხო და მაგას ვამბობ, ბიჭო, აი კომერციულად ეგ იქნება კაი. ახლა ბიჭო, პროსტა ეხლა შენი არის მაინტერესებს რა, აი მე ხო იცი რა შემიძლია. რეალურად რა შემიძლია. მუსიკის იმაში. ბიჭო, აი ეს მაღიზიანებს რა, რომ ბევრი გადაკვეთა მქონდა და ბევრი ცუდიც მქონდა და ახაცნაირი იყო რა, რომ აი YouTube რეპერი და ეს YouTuberi და რაღაც. ბიჭო, მე ხო ვიცი რომ აი დედასფიცა ვარ, აი ახლა ვიღაცამ შეიძლება ის დამიძახოს რომ აი ძალიან თავში აუგვარდაო და აიჯვაო და რაღაცეებიო, მაგრამ ვიცი რომ მინდოდეს აი რომ მოვინდომო და მართლა გინდ ლირიკას რომ მივაქცე. შენ ხო ვიცი რომ ლირიკას არ ვაქცევ მე ყურადღებას. მე ვაქცე ვაიბს. მინდა რომ ტიპმა იბაუნსოს რა ჩემს იმაზე რომ ან იბაუნსოს ან რაღაცა ემოცია გამოიწვიოს რა. ანუ ლირიკა ის მე არ ვარ ზაზანოზაძე რა, რომ აი რა იგულისხმა ღადაობ ჩემი აი მე გავიზარდე კაიაკატაზე. მაქსიმეს ლირიკა არის კაი რეალურად თუ დაუფიქრდი რა. მაგრამ არის რენდომები რა, ყოველი სტროფი არის რენდომი რაღაცა. და მაგას ვაკეთებ ბიჭო, ანუ ვინმე გააჩერე და უთხარი რომ კაიაკატა მოგწოს თუ არაო და ვინმე გითხრას რომ მინიმუმ აი ესე არაკეთებ და კაიაკატაზე რა. ხო და ბიჭო, მაგას ვამბობ რომ მაგას ვაკეთებ და ბიჭო ამ ზოგი გინ რეპერისგან გინ ხალხისგან რაღაცა მოდიოდა ისეთ თემა რომ კი ასწორებს, მაგრამ მაინც იუთუბერი ხარ. ანუ ეგ რა ფენომენია. შენ თავს რეპერად აღიქვავ? კარგი კითხვა. კარგი კითხვა, ბატონო გიორგი. ბიჭო, მე რეპერად ვერასოდეს ვერ აღვიქვავ თავს, სანამ ფულს არ ვიშოვე მანდედა. ხვდები? ანუ მე რო იურისტი ვიყო და თან იუთუბერი ვიყო და 100,000 ის ქონდეს, მაგრამ აი იურიდიულით რაღაცა ესე უფრო ტიპი ვარ, ვიტყვი რომ იურისტი ვარ და არა იუთუბერი. ანუ შენ რასაც ბაზრობ ტრეკებში რა? შენ ხო იცი რომ მე სერიოზულად ვაწვევოდი. მაგ პერიოდში გეტყოდი რომ მე არასოდეს ვიტყოდი რომ რეპერი ვარ მე. ანუ მე მაგრამ მე დღემდე გეტყვი რომ არტისტი ვარ. შენ რასაც ბაზრობ ტექსტებში, ტრეკებში რა? შენი ლაიფსტაილია ეგ? რა არ არის? შენ ხო მაინც მიცნობ, რომელი არ არის? მე გეკითხები უბრალოდ. აი ხო იცი ეს ანუ იმპონში კი არ გეკითხები რომ არ არის ან რაღაც მაგის მაგამდე მისვას კი არ არის. ბიჭო, ესე კონკრეტულად ტექსტი ამახსენდება. აი, რამდენი ვიცი, შენც რამდენი იცი დარწმუნებული ვარ, რომ აი არ არის ის რასაც ბაზრობს. რა. აი რამდენი ვიცი, ვინც არ არის ბიჭო ის რასაც ბაზრობს. თუნდაც ძალიან ახლო ხალხს, თუნდაც ვისაც ვიცნობთ. ხო, ანუ მე ხო ვიცი, ბიჭო, ვინაა რა და თუ ის არის ეხავს რომ მე არ ჩამთვალო რა. ბიჭო, რეალურად მაგის გამო ავიცრო ეგული. ბევრ რაღაცას ტიპები მიწერენ რომ შეეშვე და რას რო დავდროპე 1-2 წლის. ბიჭო, აი მე იყო რომ ის მე რა და რაღაცეები. აურის პონტია. აი ნახე, აიღე რეპერი. მარტო ჩათვალე I am not Benny ხარ ეხა რა. ანუ I am Benny არ ხარ. როგორც რეპერის ის ხო რეპ ჩანელი ხო I am not Benny არის. ამ Benny არის. sorry. მაგრამ აი ამ Benny ხარ რა, ოღონდ როგორც რეპერი. და ანუ ინტერნეტ სივრცეში დევს შენი Instagram-ის page-ი ფოტოები, ოკეი? მაგრამ მარტო შენი კლიპები და ტრეკები. ანუ YouTube, როგორც YouTuber-ი საერთოდ არ არსებობ. ხო. და ამ კლიპებში ჩანხარ, როგორც რაღაც ძალიან swag, ძალიან drip, რაღაც Tesla როჟა ხოვაზე ხარ რა, რომელიც კლიპებში ძალიან Tesla-ად იჩნდება X Kim-ეს სტერეოტიპი საიდან მოიტანე ახლა. არა, ნახე რას ვიძახე, სტერეოტიპი რა სტერეოტიპი. ანუ swag და ის უნდა იყო რეპერი.
სტერეოტიპი არა, ანუ რეპერი რო ხარ, სტილი უნდა გქონდეს. აჰა, ბალენსიაგა დიფენდერები მაცვია შეჭი. მე რა გინდა შეჭი. და მაცვია კაი ისო. და ხელზეც ძვირი მიკეთია. ანუ იმას არ რას მელაპარაკებს სვეგ და იმას არ ვამბობ, რომ ბალენსიაგა და ის უნდა გეცოს. პროსტა ანუ ვიძე კარგად უნდა გამოიყურებოდე რა. ანუ მოკლედ რისი თქვა მინდა მომისმინე, როცა ხარ არტისტი, აი ვიტოქში YouTube-ის თემა გამოვრიცხოთ. პროსტა რეპერი ხარ, ეხლა თქვა. ოკეი. მაგ დროს მე შენ სხვანაირად აღიქვა რო არ გიცნობდი რა და მე რო შენ გაძრობ იქ YouTube ვიდეოებში ხვაზე ხარ აი რაღაც იქ ღადაობ რაღაც ხო ხტები ანუ აურა პოინტები მიდის სხვაგან შენ ვინ ხარ არტისტი აქ სად ხარ პოდკასტში იოზისთან სად იყავ აუ ოზისთან რჩეულში არ იყავი შენ რა აურაზე ველაპარაკები ერთად ვიჯექით მე და შენ ოზის რჩეულის ვიდეოში ოზის ვიდეოში როდის ანუ ოზის მაგაზე არ ვარ ველაპარაკებ უბრალოდ ეგეთ სტილისტიკის ვიდეოებში როდის ვნახე ბოლოს არა ნახე რას ვამბობ მესმის ძალიან ხო ხტები რასაც თქვა მინდა რა ანუ შენ არ გეგონოს რომ მე არ მესმის და რაღაცას გეწინააღმდეგე ბაზარი არა შენ იცი რომ მე მიყვარს Playboy ქართი იე მაგრამ ძალიან იცი რომ მეკრინჯება ის მისტერიოს ტიპოა რა. ბიჭო, ვაფასებ რომ ტიპი არის დასტოინი, ვიღაცა არის ეს, ვიღაცა ესა. პელე დასტოინია, არ არის პელე დასტოინი. მაგრამ MC არის, Battle MC არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი. Young Mike-ი ბევრ რაღაცაში იჩდება. და რა შენ Young Mike-ს ეთქვი რომ რეპერი არ ხარო, ახლა Young Mike-მა YouTube არხი დაიწყო წარმატებები Young Mike-ს. და რა სიტყვი ანუ ბიჭო ანუ ნახე როგორ არათავსებადი რაღაცაა ბიჭო მაგას არა ჩვენ გაგიცანით ხალხმა ყველამ როგორც ჯერ YouTube-ერი და მე რეპერს არ ვამბობ ჩემ თავზე 100 წელი არ ვიტყვი რეპერი ვარ მეთქი რა იმიტომ რომ მე რომ მინდოდეს ვიმღერებ იმას აქვია ესტრადას რა ანუ მე ვარ არტისტი მე ვერ გები ბევრ რაღაცას და მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ რა არ მსიამოვნო შენ ვერ მიმიხვდი ის კი არა რომ მე რო YouTuberi ვარ ვერ ვიქნები რეპერი და რაღაცა მეთქი მე რო YouTuberi ვარ და კარგ რაღაცას რო დროფავ ის არ უნდა გიშლიდა შენ ხელს რომ შეაფასო ჩემი ნაშრომი ისე როგორც შეაფასებდი სხვისას რომ ის ბიჭო კაია მარა YouTuberi პროსტა ნახე აი ნახე სადამდე მივედით ეხლა მოგიყვან მაგალითს ენაისი რა ჯერ ჩვენ გაგვეცნო როგორც არტისტი რეპერი და ჩემზე მეტი YouTuberi ენაისია მე დაიწყო ხო YouTube ჩანელი მაგრამ პირველ რიგში ენაისის გაგონებაზე გვახსენდება რეპერი და შენ რო ხოაზე ხარ სხვანაირად მე არ მაქვს მაგაზე პრეტენზია შენ ვერ მიმიხვდი ას გეუბნები ანუ არა მე უბრალოდ ამაზე გაგიგრძელე ლაპარაკი თორე ეგ შენ რას თქვი ბაზარი არა როცა თესლობას დროპავ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ თუ ისმინება ეგ ტრეკი თესლად ანუ არ უნდა გიშლიდეს რამე ხელს ოკეი ბაზარი არა მაგის მოსასმენად რა შენ რომელი ტრეკი გევასე მე ვიცი მაგრამ რომელი ტრეკი გევასება შენ ხო აი ის რო გაკ მერე რა შენ მერე რა გევას მაგის მერე არ მოგისმენიეთ ხო არა ბიჭო ერთი ვნახე ოდიტარის სტილში ქონდა ხო შენ რომელი მევასება ხო იცი მე აი ის რა ქვია ძალიან underrated-ი არის და შენც კი მეკითხებოდი ეგ რატო გევასებაო მელოდიური რო არის მის ტონის მეროდად რა trash talk-ი? trash talk this gamchi the future აი ეგ ბიჭო აი ეგეთებს რატო არ აწვევი არ გაახმა ბიჭო რა სხვა ვაიბზე ვარ ვაფშე რა ბიჭო ძალიან კაია რა ეს ჭიქა უცებ შემეფსო არ ვიცი რანაირად მაგრამ მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიღებთ სამაგიდო თამაშების გილდიაში რომელიც მდებარეობს გრიბოედავის პირველ ნომერში ხო ხო აი ესეთ კითხვა მაქვს კიდე ერთი აი რა შეიძლება მიაღწიოს არტისტმა საქართველოში აი ყველაზე პიკს აი შენი გათვლები შენ რა წარმოგიდგენია ან რა იცი კარიერულად თუ მატერიალურად გინდაც ორივე აუ არ მიფიქრე მაგაზე სხვადასხვა ალბათ აი ყველაზე პიკი მაგალითად კაია კატა ვთქვათ წეღანას ახსენე რა რო აი შენთვის ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა კაია კატამ პიკში რა გააკეთა გამოუშვა ალბომი რომლის საერთოდ ყველა ტრეკი ანუ ძალიან კაკაჩულია ბჭყალებში შენ შეიძლება არ იცოდე კიდევაც და მე გეტყვი რაღაცას ხო ანუ ალბათ ალბომის გამოშვება სადაც უმრავლესობა ტრეკი ძალიან დაფასებულია და ჰიტია ეს კაია კატა მაგ პერიოდში ჩაატარა გერმანიაში ლაივი კი ვიცი ხო ანუ ჩემთვის პიკია ანუ საქართველოს რო ხარ ქართულენოვან ტრეკს რო აძრობდა გერმანიაში ატარებ ლაივს და უმრავლესობა კი ქართველია მაგრამ
მაინც უცხოელებიც არიან და გისმენენ. გინდა არ გინდა. ახლა ხო არის რამოდენიმე აი ესპანელი ტიპი რო არის. ბედბანი? ბედბანი ხო? აი ბედბანი ესპანურად იმაშო, მაგრამ რამდენი უსმენს მაინც, ანუ არ ესმის ტიპს, მაგრამ ბედბანი ბევრს ევასება რა მაინც და მიდიან მაგის ლაივზე რა. აი ეგ არის ჩემთვის ჩემი აზრით პიკი რა ქართველისთვის, რომ შეიძლება ქართულად ქნა ყველაფერი, მაგრამ იმდენად კაი ტიპი იყო და მოსასმენად იმდენად კაი იყო, რომ ან გინ გლობალზე გავარდე, აი შორს რო არ წავიდეთ, მიშა ხრამოვი ხო იცი? აი მაგას ხო გაუვარდა ერთი ტრეკი გლობალზე. ანუ საბოლოოდ იმაზე არაა რომ არის მითენა და რაღაც რა. გააჩნია როგორ შეფუთავ ტრეკს და თვითონ მაგენას ან როგორ გამანერით იბადა. შენს სანაცნობოში. და ვისაც იცნობ ან იცი. აი ვინ არის მაგდონეზე რა? რადონეზე? აი ეგ ერთ-ერთ პიკამდე ცოტა არის რა. კარიერულად? ხო. არა. აჰა რა. ბესეზონი მოიგო და როგორც ვიცი აკეთებს ალბომს და დადო ჯერ მხოლოდ 2 ტრეკი თუ 3 ტრეკი. და ანუ გულისხმობ რომ ჯერ კიდევ არ არის პიკში, იმიტომ რომ ის რაც მომზადებული აქვს ჩვენ ბოლომდე არ ვიცით ეგ. და შე რო ამბობდი აურაზე. აი მანდ მინდა თქვა რომ აი ტახასნაირი აურა არავის არ აქვს. აი დედასპიცა ვარ, მართლა გეუბნები, ხო იცი დუგდენისი რო არის რა, უცხოელი ისა. სტრიმერი რო არის, არ იცი? მაგას ეძახიან Mr. Aura himself რა. და ჩვენთან სადმაკაცოში ეგ ხუმრობა გვაქვს, რომ აი აჰა თუ გამოდის სადმე, გინ საიფერზე ან რაღაცა, ყოველთვის არის რომ Mr. Aura himself-ი იწყებსო რა. ანუ ჩვენ იმავშევით მაგას რა. ბიჭო, რაღაცნაირი აურა აქვს რა. ანუ სერიოზული აურა მაქვს. ხო, თავის პერსონაჟი რაც აქვს, ძალიან კარგად აქვს შეკრული რა. ბიჭო, გინდ პერსონაჟი, გინდ ისე ტიპიც, ანუ რო ხედავ, აი ღლიცინში ვერ დაიჭერ რა. აი ღლიცინში ვერ დაიჭერ რა, რაც უჭირავს, ეგ უჭირავს სულ რა. ხო, დასტანი ტიპია და ეგ მევასება ტახა. შე რო ამბობ, სტრიტი უნდა იყო და ესეთი უნდა, აი ბანი. ბანის მოკითხო, ბანი ძალიან მიყვარს. აი ბანი გეხვეწე, ბანის რო უყურებ, შენ ახლა ფიქრობ, რომ ბანი არის ან სტრიტ როჟა, ან ისეთი ისა სპამ აკაუნტი აქვს თავის მეინ აკაუნტი ინსტაგრამის. ბანი ძალიან მიყვარს. მე ბანისთან თავიდან მქონდა რაღაცები, მაგრამ მე და ბანი მე რო ვისაუბრეთ იქით-აქეთ, ძალიან საყვარელი როჟა არის, ბევრჯერ მქონია გადაკვეთა ბანისთან. აი შენი აი რაც აღაბიწერე ბანი არის ეგეთი? მისტერიოს ტიპი რო მე რომ მომყავს მაგალითები, მე უფრო ჩემი თავიდან მომყავს მაგალითი. ხტები? ანუ შენ მემანდარე. სხვაზე არ მივუთითებ რო რაღაც, მაგრამ მე ესეთი ვარ და ესეთი რაღაც სტაილ მომწონს რა. მე შენი სტილი მომწონს. მადლობა. ხო, ეხლა მე მაქვს შენთან ერთი კითხვა. ჰა. სად იყავი? სად გაქრი? რატო პასიურობ? YouTube-ზე? Yes. ბიჭო, ნახე იგივე რაღაც თემა მქონდა, რაც დაუფასებლობის თემა რა. მე ვიყავი, ანუ ნახე, მე ვარ 22 წლის, შენ ხო იცი ახლა რა დღეშიც ვარ რა, საქმეების კუთხით. ჩემი ცხოვრება მაქვს, ის მაქვს, ეს მაქვს. რაღაცებს ვაკეთებდი ცხოვრებაში ისეც, რომ აი არ შემეძლო უბრალოდ, რომ მე ყოფილიყავი, რომ დროის კუთხით გადამეღო, დამემონტაჟებინა ისეს, კაროჩე, გინდა არ გინდა ბოლოს ფულზეა რა, ყველაფერი. ახლა კი დღეს არავინ გვიხდის ფულს. მაგრამ აი რაღაცა მაინც უნდა ქნა, იმიტომ რომ მე ჩემი community მიყვარს. არ მინდა რომ ისე დავტოვო, რომ აი რაღაც ხოვაზე ხარ, ან ნაწყენი დარჩეს, რომ ბენიუ სიტყვა წავიდა, ან რაღაცა, ნუ ყოველ შემთხვევაში როცა ოდნავ მაინც დრო გამომიშტავა, ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო YouTube-ისთვის რა და ბიჭო, გადავედი TikTok-ზე. რეალურად რა. და გავხდი როგორი ტიპი, იცი, აი კომერციული ტიპი. პროსტა როგორი თემა, იცი რა. TikTok-ერი გახდი? ბიჭო, მე კონტენტ კრეატორს ვეძახი მაგას. ხო იცი რეპერს მე არტისტს ვეძახი და TikTok-ers არა, კონტენტ კრეატორს ვეძახი ჩემთვის. ხო და ბიჭო, აი ეგ თემაა რა, რომ იდეაში TikTok-ზე ერთ თვეში იმაზე მეც ვაკეთებ TikTok-ით, ვიდრე YouTube-ით ვაკეთებდი 3-4 თვეში. ახლა შეადარე. და TikTok-ზე რას აკეთებ? ბიჭო, ვიდეოებს, ბიჭო, ნახე რატო დამევასა, მაგ პლატფორმას თავიდან ვერ ბრძოდი რა, მაგრამ რატო დამევასა, ნახე, იდეაში ფულიც
შეგიძლია რომ ისო თუ სწორად მიუდექი რა. არა მაინც და მაინც იმაზე რომ აი ვიღაც რჩეული უნდა იყო რა. YouTube-ზე ეგ პრობლემაა რა, რომ აი ვიღაც რჩეული უნდა იყო რომ რაღაც სარგებელი მანდიდან მიიღო რა. ხო და TikTok-ზე არის ის თემა რომ თუ სწორად მიუდექი საკითხს პონტი არაა რომ ვიღაცამ არ დაგაფასოს რა. აი შანსი არაა რა ვიღაცა რო არ დაგაფასოს. ახლა თანამშრომლობა 4 კომპანიასთან რა. ვისთვის რას ვაკეთებ, ვინ მასპონსორებს, ვინ ეს. ხო და ანუ თემა ის არის რომ რეალურად მაგას ვაწვევოდი რა რომ ჩემი თავი ავქაჩე რა. ხო და ახლა მინდა YouTube ბიჭო, იმიტომ რომ YouTube-დან დავიწყე და ახლა გინა არ გინა YouTuber-ად მოვკვდები რა, რაც არ უნდა იყოს რა. რეპერად არ მოვკვდები. Newcomers-ზე გადავიდით რა. Newcomers როგორ აგიყვანეს, ის იყო ხო რაღაც გავაგზავნეთ ყველამ რეალურად. ხო, Newcomers-ი იმენა შავი ლაქასავით არის ჩემ ტვინში. შავი ლაქ რატო არის? ძალიან მაგარია. აი, ნოყები მაგასაც პროსტა, როგორ დაიწყო, ხო? ანუ ჯერ Newcomers-ი რა არის რა? Newcomers-ი არის ყოველ წელს ტარდება. Open Air-ზე ვინ გავა რა არტისტებიდან. ახალი ტიპები რა, ვინც ჯერ არა დამტკიცებული, აი ხოაზე ხარ ვიღაცას რაღაც დასამტკიცებელი აქვს და ვინები გავლენ, ანუ დებიუტანტებს აძლევენ საშუალებას რა. რამდენი ეტაპი იყო? ჯერ უნდა ტრეკები ჩაგეგდო, ვინ იყავი? ხო, CV უნდა გაგიგზავნა, მერე დახურული მოსმენა და მერე ლაივი. და მერე ლაივი, ხო. და ბოლოში გახვედი შენ, რა, აი მაშინას წეღარ მომყევ ვენტუსაზე ისა. ბოლოში გახვედი შენ და ბიჭო, აი პროსტა ჯერ თავიდან როგორი ის იყო რა. მე ხო წაყევი თავიდან დახურულ სმენაზე. სულ თავიდან ვაფშე შენგან გავიგე მაგ პროექტის არსებობის შესახებ და აი იმენა პროსტა რასაც ქვია, ესე ავდექი და გავაგზავნე რა. ხო. Bomb drop-ი ჩავსვი CV-ში, რაღაც ტაბლო და რაღაც ერთი კიდე რა. და დაჟე შენგან გავიგე ისევ რომ თურმე ამიყვანეს რა, შენ ვიგზავნი screens. შენ და მეზი ვიგზავნით screens, ხო. და ეგ რო ვნახე, მეთქი მაგარია რაღაცა და ვიყავით 20-ნი. ხო. მერე შემდეგი ეტაპი, მეორე ეტაპი იყო 10 კაცი უნდა გაცხრილულიყო, იყო დახურული მოსმენა Bravo Records-ში რა, Bravo Records-ი იყო მგონი. ხო, არ მახსოვს, მაგრამ იქ იყო დიდი ღომში იყო. დახურული მოსმენა იყო, ვიღაც ტიპები იჯდნენ, რაღაც აფასებდნენ, ასე შემდეგ და მოკლედ გადავედით ფინალში რა. ბიჭო, რა უცნაური მოსასვენე იყო, იცი? რა. ბიჭო, აი ძალიან უცნაურია რა. მთელი აი რო აგიღწეროთ რა ვნახე რა იქა. ჯერ აგეცვა? სანამ ის მანები მოდა შემოვიდა და აი გუჩის ტრექსლუთი რა. ხო იცი მონკლერის სასტავრო. შენ გეცვა ეგ. რაღაცა ბიჭო თავი ზედა და ქვედა ერთნაირი რო ქონდა რისი. ზედა და ქვედა ისა ბალენსიაგას მაიკა მეცვა, ის იასამნისფერი. როგორ არის? ბიჭო ტრექსლუთი გეცვა. ანუ შენ ძახი გამოსვლის დროს იმენა? დახურულ გამოსვლაზე. დახურულ გამოსვლაზე ვაფშე არ მახსოვს რა. ხო, ტრექსლუთი გეცვა რაღაცა ერთნაირი ზედა ქვედა რა. ოკეი. ხო და ბიჭო როგორი უცნაურია, იცი, აი წარმოიდგინე პატარა სცენა არც იყო სცენა, რავი რა იყო ეგ. დგას და სულ ოთახში ვიყავით 5 კაცი თუ 6 კაცი. და მთელი ემოციით უნდა ემღერა რა. და ახლა წარმოიდგინე რა უცნაურისაა, რომ აი დიდ ოთახში ხარ მარტო და 5 კაცს უმღერი მთელი ემოციით რა, ანუ ურეპავ, რავი რაც გინდა და არ ვიცი, სიმღერა ტეხავს რო თქვა. ხო და მაგას აკეთებდი, აუ როგორი უცნაური შესახედავი ვიყავი, იცი მე. ბიჭო, აი ასე უყურებდი და მეთქი. მაგარი გადავაყენე. ვაფიქსირებდი სახეებს, რომ მეთქი რას ფიქრობენ ესე და ბიჭო, ასე ბაუნსობდნენ რა და მე რო გამოხვედი ხო გითხარ მე მეთქი უოჭოლი აგიყვანენ მეთქი. და აიყვანე სოპა. მაგრამ ფინალში მაგარი ბანძი რაღაც მოხდა რა. ფინალში მე მაგარი გადაობა ისტორია მაქვს. ფინალის წინა დღეს მე გაგა შენ და ვენტუსა ვიყავით ჩემთან ბაიცზე და რავი 9 საათი მაინც ხო რეპეტიციოდით. ხო. აი შენ რა ბიჭო რა ბავშვები ვიყავით. ფინალი და ბაის ბავშვები. რატომ რეპეტიციოდით მაგდას ჩვენ? ბიჭო, ბექების პონჩი რომ ანუ იმდენად სერიოზულად მივდექით სვეტში. თითოეულ მომენტში რა მომენტში უნდა ამეწია ხმა, დამეწია რა ბექი უნდა დაედო ვისროდის, ანუ ყველაფერი გავიარეთ, დავალაგეთ ერთმანეთში და მეორე დღეს გაიჩნდა ესეთი პონტი რომ გაგას და შენ ქონდათ შნურიანი მიკროფონები და მე და ვენტუსას ქონდა უკაბელოები რა და საუნდჩეკზე იმაზე გასწორებული მიკროფონი მომცეს მე
ლაივის დროს და ჩემზე გასწორებული მიკროფონი მისცეს იმას და იმის ხმა ჩემსაც სამჯერ მეტად ფარავდა რა. და ჩემი კიდე ყველას ფარავდა და ვიდეო ჩარაწერებს ხო უყურებ რა რომ გამომიგზავნეს და ბიჭო მე უყვირი ვარ და აი ჩემი უფრო ხმა მაღლა ისმის ვიდრე შენი და გამიწყდა და მე ჩათვალე როგორი თემა იყო იცი ვენტუსას ლაივი იყო და მე ვაძლევდი ბექებს რა აი ეგეთი რაღაცა იყო ვაიმე რა ძალიან ჩაჯმა იყო და ტიპი რა მოვიდა გახსოვთ ჩვენთან მაშინ შენ მოჰავკი ქონდა თმა 2 გრძელი მოჰავკი ქონდა და მე მქონა მულეტი და თქვენ როკსტარებიო თუ რაღაცა რო გითხრა როკიო ხო თქვენო და რაღაცაო და არა რეპიო და არა ვიზუალურად რო შეგხედეთო რეპის არაფერი გეტყობათო თქვენო თუ რაღაცა აუ მამეთ 10 ხო ვიყავით და 9 როკი იყო ხო ყველა ეგეთი იყო გამონდა იყო რა ბიჭო ყველა ეგეთი იყო კიდე აი ეგ ძალიან გამიტყდა რა და ეხლა სხვათა შორის დეჟავიო მაქვს ის რაც 3 წლის უკან უნდა მომხდარიყო ეხლა ხდება ხო და მაგას მაგამდე მივყავდი რა ამჯერად open air-ზე ხართ PvP ხო PvP სასტავი PvP სასტავი არასრული და არასრულშიც რო შენ ხარ კაი არის ხო ძალიან კაი იქნება როდის არის 25 მაისს მაისში ხარ ხო სულ ქართველებიანი ხო მაგ იმაზე open air-ზე უცხოელი არავინ არ ჩამოყავთ სხვათა შორის ერთ სცენაზე ვიდგებით მე და აი newcomers-ზე ვინც ერთად ვიყავით და რაღაც სხვათა შორის ვაპირებთ fits მე და Will Kolak აპირებთ კი და უეჭველი ხო ოღონდ არ ვიცი open air-ამდე მოესწრება თუ არა shout out-ი აქედან და რავი რა 3 წლის მერე რაღაცა 3 წელი გავიდა ბიჭო არა 2 წელი გავიდა ხო რაღაც ეგრე რა 2 წელი გავიდა ისევ გავიზიარებთ ერთ სცენას გავიზარდეთ გიორგი ბატონო გიორგი кайხარი რა რამე სათქმელი ხო არა გაქვს ხალხს რო უთხრა ისეთი რაც მე არ გიკითხე ან გამომჩა წესით ამ ვიდეოს რო ნახავთ ის ტრეკი რაზეც საუბრობდი წერან ჩემი და მე მოსესი დადროპილი იქნება თუ არ იქნება დადროპილი მაშინ ხვალანზე დაიდება და თუ არ იქნება ვის ვაგინოთ ბიჭო ალბათ ზიკოს ზიკო მოგიხო აქედან აი ხარე და ყველაფერი სოციალური ქსელი რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს ამ ადამიანის სახელზე იქნება აღწერაში LinkedIn-ი გაქვს? არა. კარგი. ჩემი სოციალური ქსელებიც იქნება აღწერაში. დამაფოლოვეთ, არაც გინდათ და გამოიწერეთ არხი, აუცილებლად დალექით ვიდეო და შემდეგ სტუმარს დაელოდეთ.